საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი თბილისში საქართველოს დიპლომატიური თასი 2014 სამთავრობო უწყებებისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შორის ჩატარდება. ტურნირიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. საქართველოში საოკუპაციო ხაზთან არსებული 10 საჯარო სკოლა სპორტულ ინვენტარს მიიღებს. შეჯიბრში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრები 7-9 მარტს სპორტის სასახლესა და სპორტ კომპლექს არენაში გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია არიან. სამწუხაროდ უკრაინის მოვლენების გამო ჩვენ თავისუფლებას ვერ მივცემთ, დიდი მხიარულება გქონდეს. მიუხედავად ამისა, ეს ტურნირი იყო დაგეგმილი და ეს ტურნირი არ არის მხოლოდ სპორტული, არ არის მხოლოდ გასართობი, მას აქვს ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული და სოციალური დატვირთვა, ქველმოქმედებითი დატვირთვა, როგორც იცით, ვეხმარებით ოკუპირებულ ზოლთან მიმდებარე 10 სოფლის სკოლას. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს საინტერესო იდეის მოწოდებისთვის, თავად მინისტრ ხალბატონ მაიას და ჩვენ გვინდა ის პრობლემები, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ის პრობლემები, რომელიც აქვთ ამ ტერიტორიებზე განთავსებულ ბავშვთა სკოლებს, ხო, მათ დავეხმაროთ